დღეს მე ვაპირე ვიყიდო ყველაზე მომატინებელი ზღვის არსებები ბნელი ინტერნეტში. ზვიგენებიდან დაწყებული შხამიან ქვის თევზებამდე, გიგანტური გველთევზები, რეალური უცხო პლანეტელები და კიდევ უამრავი სხვა გიჟური ცხოველი, რომლებიც გაგაუცებთ. და ჩემი მისია რომ ეს ყველა ჩემი ახალი ჩინაური ცხოველები გახდეს. ხო, ალბათ ეს კარგი იდეა არ არის, მაგრამ თუ ამას ვაპირებთ, ყველა ეს ზღვის არსება სადღაც უნდა მოვათავსოთ. ამიტომ ჩემი ავტოფარეხი უზარმაზარ თევზების ოთახად გადავაკეთე, სადაც სხვადასხვა ტიპის აკვარიუმებია. და ეხლა ერთადერთი რაც დარჩა გასაკეთებელი არის ამ ოთახის შევსება ყველაზე გიჟური ზღვის ცხოველებით, რომლებსაც ბნელ ინტერნეტში ვიპოვით. და უკვე მივიღეთ ჩვენი პირველი ამანათი. ხედავთ, ეს 5 დაახლოებით 1 კვირის წინ შეუკვეთე და საიტზე მხოლოდ ეწერა, რომ ეს იყო ნამდვილი უცხო პლანეტელი, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ რა იყო. ეს რომ გონი ერთადერთი გზა გავიგოთ არის გავხსნათ. ღმერთო, როგორ ნერვიულობ. ჩანთა ჩანს. კარგი, არ მოგვატყუეს. ეს რა ჯანდაბა, ღმერთო ჩემო. კარგი, მართლა არ იტყუებოდნენ, როცა თქვეს, რომ ეს უცხო პლანეტელია. ძალიან უცნაურად გამოიყურება, მართლა არ ვიცი ეს რა არის. რა სლიპინა. ღმერთო ჩემო, ეს დიდი მასასავითა, ეს რა ჯანდაბაა, ბიჭებო. მოიცა, აქ კიდევ ერთი ჩანთა არ არსებობს, ნახეთ ეს? აქ კიდევ ერთი გვაქვს, მაგრამ ეს მთლიანად შავია. მოიცა, რატო გამომიგზავნეს ორი, მხოლოდ ერთი შეუკვეთე. ანუ არჩივი. ეს რაღაცეები მართლა მაგარია. მოიცა ერთი წუთით. თან მოყვება ბარათი, იქნებ ამან ამიხსნას რა ჯანდაბაა ეს რაღაცეები. ისი ამოვნე შენი ახალი უცხო პლანეტელის შინაური ცხოველებით. ესაა ყველაფერი. მეტი არაფერი წერია. ისე იმის გარეშე რომ ვიცოდი ეს რა იყო, გადავწყვიტე აკვარიუმში ჩამემატებინა. და ბიჭებო, ვერავინ დამაჯერებს რომ ესენი უცხო პლანეტელები არ არიან. უბრალოდ შეხედეთ როგორ მოძრაობენ. მაგრამ რამდენადაც უცნაური იყო ეს პირველი პაკეტი, კიდევ ბევრი სკიდვა მოგვიწევს, თუ გვინდა მთელი ეს ოთახი შევავსოთ. და რადგან ესენი ბნელ ვებში ვიკიდეთ, არავინ იცის მოგვატყუებენ თუ არა, ან ეს ზღვის არსებები ცოცხლები ჩამოვლენ თუ არა. კარგი, ეხლა კიდევ ორი შეკვეთა გავაკეთე ბნელ ინტერნეტში. ერთი შეკვეთა უცნობ გველთევზაზეა, რომელიც შეიძლება 6 ფუტამდე გაიზარდოს, ხოლო მეორე იშვიათი ზღვის არსების საიდუმლო ყუთია. ეხლა არ ვიცი რამდენად იშვიათი იქნება ეს ზღვის არსებები, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ყუთი $1000 ღირდა, ალბათ ისეთი რამეები იქნება, რაც არასდროს გვინახავს. და სულ რამდენიმე დრის ლოდინის შემდეგ ერთ-ერთი ამანათი მივიღე. ბიჭებო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის საიდუმლო ყუთი. მართალი გითხრათ, არ მეგონა რომ ეს მოვიდოდა, მაგრამ მოვიდა და საკმაოდ მძიმეა. ღმერთო, ხედავ უამრავ თევზს, ბიჭებო. ვაუ, ამას შეხედეთ, მასზე საფრთხის სტიკერია. ეს ნამდვილად უცნაური თევზია. ესეთი რამ არასდროს მინახავს, მაგრამ როგორც ჩანს, ის საშიშია. ესე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ სწრაფად ჩავიცვი ხელთათმანები და შევძელი რომ ჩანთიდან გამომეყვანა. და ახლოდან დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ ეს თევზი შხამიანი იყო და მთელს სხეულს იმედია, აქ დარჩენილი თევზები საშიში არ არიან. მოიცადეთ, მგონი ვიცი ეს რა არის. არ არსებობს, ბიჭებო. შეხედეთ ამას. პატარა ფუგუ თევზი გვყავს. მგონი ამას ეწოდება ზღარბ თევზა და ისინი უზარმაზრები იზრდებიან, მაგრამ ეს ჯერ პატარაა. ამის შემდეგ ყუთში მხოლოდ ერთი პარკი დარჩა და შიგნით იყო ყველაზე გიჟური თევზი, რაც კი ოდესმე მინახავს. ღმერთო ჩემო, მგონი ამ თევზს ფეხები აქვს. ხომ არ გიჟდები, არა? ამას მართლა ფეხები აქვს. ასე ჩანს, თითქოს კიბორჩხალამ და თევზმა შვილი გააჩინეს. ესეთი რამ არასდროს მინახავს. გადაწყვიტე გამეგო, რა იყო ეს არსება. ამიტომ ინტერნეტში მოვძებნე ფეხებიანი თევზი და მართლა ვიპოვე. მას ტრიგლა ქვია. და განსხვავებით სხვა ფეხებიანი თევზებისგან, რომლებიც მათ ხმელეთზე სეირნობისთვის იყენებენ, ტრიგლა ამ ფეხებს ოკეანის ფსკერზე სეირნობისთვის იყენებს. ზუსტად ისე, როგორც მან გააკეთა, როცა აკვარიუმში ჩაუშვი. ეს უდავოდ ყველაზე მაგარი თევზია, რაც კი ოდესმე მინახავს. ეხლა კი ის ჩვენი შინაური ცხოველია. მაგრამ იცით რა ბიჭებო, ეხლა გამახსენდა რომ გზაში გვაქვს ის საიდუმლო გველთევზას ხუთი და ნებისმიერ წუთში უნდა მოვიდეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ საბოლოოდ მივიღე ამანათი, მაგრამ როცა გავხსენი, მივხვდი რომ პარკი გახეთქილი იყო, რაც ნიშნავს რომ რაც არ უნდა იყოს აქ, ალბათ ბევრი დრო აღარ დარჩენია. ჯერ კიდევ ცოცხალია? არ არსებობს. ბიჭებო, ის ჯერ კიდევ მოძრაობს. რა სიგიჟეა ეს? ის პარკშიც კი არ იყო და წალი არ ჰქონდა, მაგრამ როგორღაც მაინც ცოცხალია. კარგი, მოდი სწრაფად ჩაუშვოთ აკვარიუმში, სანამ მოგდება. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აკვარიუმები ივსება. თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. დავიწყე ბნელი ინტერნეტიდან უფრო და უფრო მეტი პაკეტის ყიდვა, მათ შორის უცხო პლანეტელი თევზის საიდუმლო ყუთი, რომელიც 5 არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ ცხოველები, რომლებიც თქვენს შეიძლება აქ იყოს, ძალიან უცნაურად გამოიყურებიან, ამიტომ უნდა მეყიდა. კარგი მეგობრებო, დაახლოებით 1 კვირა გავიდა და ორივე პაკეტი მივიღე. ყველა ზღვის არსება, რაც აქამდე ვიკიდეთ, კარგადაა, მაგრამ ეხლა დროა ვნახოთ, რას დავამატებთ კოლექციას. არ მჯერა, მგონი ეს კამბალაა, მეგობრებო. ეს რაღაც უზარმაზარია.
ეს ნამდვილად უცხო პლანეტელი თევზია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ $500 ღირს. ასე რომ იმედი მაქვს, ამ ყუთში კიდევ რამე უფრო უცნაური იქნება. კარგი, კიდევ ერთი თევზი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ თევზია. ის პირდაპირ ჯოკს გავს, მაგრამ მოძრაობს. ძალიან უცნაურია შეგრძნება. ეს რა ჯანდაბაა? ხო, ეს კიდევ ერთი საიდუმლო თევზია, რომელიც არასდროს მინახავს. თუ იცით რა არის, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ, მაგრამ ამ ყუთში კიდევ ორი თევზია და ისინი ყველაზე უცნაურად გამოიყურებიან. ეს პაკეტი მძიმეა, მეგობრებო, ეს ნამდვილად უფრო დიდი თევზია. მოიცადეთ, მგონი ვიცი რა არის ეს, მეგობრებო, ამას აქ რემორა ქვია და ამ ფევს რაღაც განსაკუთრებული აქვს. თავდაპირველად ეს ბიჭები საკმაოდ ჩვეულებრივები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში ქავით აქ ეწეწებებიან ზვიგენებს და უბრალოდ მისდევენ მათ. და როცა ზვიგენი რამეს ჭამს, ეს ბიჭები ნარჩენებს ჭამენ. ეს ძალიან მაგარია, არც კი ვიცოდი, რომ ესენი შინაურ ცხოველებად შეიძლება ყავდეს. ეხლა გადავიყვანთ მას აკვარიუმში, მაგრამ ჯერ ერთი რაღაცაა, რაც ყოველთვის მინდოდა მეცადა. მოდი ვნახოთ, მიეწებება თუ არა ჩემს ხელს. ღმერთო, ეს ძალიან საშიშია. ვაუ, არ მჯერა, შეხედე ამას. ვერ ვიჯერებ. ეხლა მართლა მიეწება ჩემს ხელს. ღმერთო, ძალიან უცნაური შეგრძნებაა. როცა ბოლო პაკეტი ამოვიღე, შიგნით რაღაც შემნიშნე. და რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს ნორმალური არ იყო. ვაუ, შეხედეთ ამას, ბიჭებო. ეს საერთოდ თევზია? ვიცი რომ უცხო პლანეტელი თევზების საიდუმლო ყუთი შეუკვეთე, მაგრამ ასეთ სიგიჟეს ნამდვილად არ ველოდი. ბიჭებო, საიდან მოაქვთ ეს თევზები? მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ეს ჯერჯერობით ყველაზე მაგარი თევზია, რაც კი მიგვიღია, მაგრამ გონია აქედან მხოლოდ უფრო გიჟური რაღაცები იქნება. ვიფიქრე, სწორია, ეს ბიჭიც იმ აკვარიუმში დავამატო, სადაც ფეხებიანი თევზი ცხოვრობს. ამის შემდეგ დრო იყო შემდეგი ყუთის გახსნის, მაგრამ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. წერილიც მოხვება. გაფრთხილება. გთხოვთ, ყოველთვის ატაროთ ხელთათმანები. ცხოველებს შეუძლიათ გიჩქვითონ, გიჩქვლითონ ან დაგარტყან. კარგი, შესანიშნავია. ხო, მადლობა გაფრთხილებისთვის, ფრედ. სათითაოდ, ხილად ხსნიდი თითოეულ პაკეტს და გულწრფელად რომ თქვა, არაფერს პოულობდი საშიშს. ხალხო, ეს უბრალოდ სხვადასხვა სახეობის კიბორჩხალებია. რა არის ამაში საშიში? მაგრამ მე დავინახე მიზეზი, რატომაც იყო ამდენი გაფრთხილება. ღმერთო ჩემო, ეს მანტისის კრევეტია? ხალხო, მგონი ვერ ხვდებით, რამდენად გიჟურია ეს. შეიძლება ჩვეულებრივ პატარა კრევეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არსებები ცნობილები არიან ცხოველთა სამეფოში ყველაზე ძლიერი დარტყმი. იმდენად ძლიერით, რომ შეუძლიათ აკვარიუმის მინა გატეხონ. მოიცადეთ, აქ კიდევ ერთი წერილია. რას წერს ეს? Mantis' gravity ყოველთვის პლასმასის კონტეინერში უნდა გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თქვენს აკვარიუმს გატეხავს. ხუმრობთ, ხალხო, ეს სიგიჟეა. კარგი, ავიღე. ნელა და ფრთხილად, მეგობარო. ღმერთო ჩემო, ნახეთ ეს, მან პირდაპირ თითზე დამარტყა. საბედნიეროდ შევძელი და კონტეინერში ჩალდე, რომელიც აკვარიუმში მოვათავსე. მაგრამ გირჩევთ უყუროთ, რადგან მალე რაღაც სიგიჟე მოხდება. რა გვაქვს აქ? მოიცადეთ ერთი წუთით. მგონი ვიცი ეს რა არის. ამას flame scallop-ი ქვია. და რაც მართლა მაგარია ამ არსებებში ისაა, რომ როცა პირი აქვს გახსნილი, შეგიძლია პირდაპირ დაინახო, როგორ გადის ელექტროენერგია მასში. უბრალოდ საოცარია, რა შეუძლიათ ზოგ ზღვის არსებებს. თითოეულ მათგანს თითქოს საკუთარი პატარა სუპერუნარი აქვს. არ ვიცი, უნდა ვიჭირო თუ არა ეს არსება. მოდი უბრალოდ აკვარიუმში გადავუშვათ. ეხლა კი ყუთში მხოლოდ ერთი პაკეტი დაგვრჩა. და მგონია რომ ეს ერმიტი კიბორჩხალაა, მაგრამ მას ნიჟარა არ აქვს. ეს ძალიან სამწუხაროა. არასდროს მინახავს ერმიტი კიბორჩხალა ნიჟარის გარეშე. მაგრამ იცი რა? ერთი იდეა მაქვს. თუ ამ ნიჟარას ავიღებთ და იმავე აკვარიუმში ჩავდებთ, სადაც ერმიტი კიბორჩხალაა, არის შანსი რომ შიგნით შევიდეს. ზუსტად ეს გავაკეთე. და დიდხანს არ დასჭირდა რომ ეპოვა და შიგნით შეძურა, რათა ახალი სახლი გაეკეთებინა. ეხლა აქამდე ბნელ ქსელში უამრავი საშიში ზღვის არსება ვიყიდეთ, მაგრამ მგონია რაღაც გვაკლია და ეს არის ზვიგენი. ეხლა ზვიგენების პოვნა ძალიან რთულია, მაგრამ საბედნიეროდ რამდენიმე დღის წინ ვიპოვე ვებგვერდი, სადაც ერთს ყიდნენ, ასე რომ რა თქვა უნდა ვიყიდე. ეხლა დროა გავხსნათ და ვნახოთ, მოგვატყუეს თუ არა. ღმერთო ჩემო, ეს ახალი Bass Fishing Productions-ის მერჩია. ხო, ბოდიში. სანამ ნახავთ, მივიღეთ თუ არა ზვიგენი, უნდა გითხრათ, რომ ახლახან გამოუშვით ახალი მერჩი. გვაქვს ახალი მაისურები, ხუდები და ჩვენი უახლესი დიზაინია ეს თევზის ფარის ლოგო. ძალიან მომწონს. და ასევე ბავშვებისთვისაც დავუმატეთ ზომები ყველაფერზე. ასე რომ თუ გინდათ ნახოთ, გადადით bassfishingproductions.shop-ზე, ან უბრალოდ დაასკანერეთ ეკრანზე მოცემული QR კოდი. მაგრამ ეხლა მოდით ნახოთ, მართლა მივიღეთ თუ არა ზვიგენი. წავედით. ძალიან ნერვიულობ. ღმერთო ჩემო, მგონი მართლა გვყავს ბიჭებო. პატარაა, ბაჭია, მოიცადეთ. არ მოძრაობს. სწორედ აქ შევამჩნიე, რომ პატარა ზვიგენი მკვდარი იყო. მართლა ყველაფერი ვცადე, რომ გამომეცოცხლებინა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ამიტომ ცადე გამყიდველთან დაკავშირება და ამის შესახებ ინფორმირება, მაგრამ არავინ მიპასუხა. ასე რომ, როგორც ჩანს, ამ ვიდეოში პირველად მოგვატყუეს და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ მოხდება ეს.
მაგრამ ეს არ შემაჩერებს, რომ შინაური ზვიგენი ვიყიდო. ვიდეოს შემდეგ ნაწილში კიდევ ერთ-ერთს შევუკვეთავ და ის ბევრად დიდი იქნება. კარგი, შემდეგი განცხადება, რომელიც ვიპოვე, ცოტა განსხვავებულია. ეს ადამიანი ამბობს, რომ გადადის და ყიდის თავის მთელ თევზების კოლექციას. ისინი არ ამბობენ, რა სახის თევზებია, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ძალიან იშვიათია და ზოგიც კი საშიშია. ესე რომ უკვე იცით რისკი გავწიე და ვიყიდე და სულ რამდენიმე დღეში ეს რაღაც მოვიდა. ეს უდიდესი ამანათია, რაც კი ოდესმე მიგვიღია. იმედია ეს იმას ნიშნავს, რომ თევზებიც დიდები არიან. გავხსენი ყუთი და მაშინვე დავინახე ბევრი თევზი შიგნით, მაგრამ ერთმა განსაკუთრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება. ღმერთო ჩემო, ნახეთ ამ თევზის ზომა, ხუმრობთ ალბათ, ისობთ ალბათ, ის პირდაპირ ჩემს ხელზე დიდია. სრული შოკი მქონდა ამ მომენტში, მაგრამ უნდა მეჩქარა და თევზი აკვარიუმში გადამეყვანა, რადგან ტყუთში კიდევ ბევრი თევზი იყო. ღმერთო, ეს ხომ ნამდვილი ლომთევზაა? აი ზუსტად ამაზე ამბობდნენ, როცა თქვეს, რომ ერთ-ერთი თევზი საშიში იყო. ესენი ძალიან შხამიანები არიან და ეს კონკრეტული საკმაოდ დიდია. მოდი გადავიყვანოთ აკვარიუმში, სანამ დამსუსხავს. ამჯერ აქ კიდევ ამდენი თევზია. FT2-ის მიყოლებით ამონყავდა ვიპოვე dogface puffer-ი, დიდი პანტერა გრუპერი და ეს უცნაური უცნობი თევზი. და როცა ყველა ახალ სახლში გადავიყვანე, ყუთში მხოლოდ ერთი თევზი დარჩა. და ეს ნამდვილად ყველაზე დიდია მათ შორის. მგონია, რომ ეს კიდევ ერთი ზებრა გველთევზაა, მაგრამ ეს პირველი ზებრაველის გვერდით ნამდვილი გიგანტია. ღმერთო ჩემო, შეხედე და მის კბილებს, გთხოვ არ მიგბინო. ხალხო, მგონი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს აკვარიუმი დასრულებულია, მაგრამ ეხლა ყველაფერი ბევრად უფრო გიჟური გახდება და ეს იმიტომ, რომ ეხლა ხან კიდევ 3 ამანათი მივიღე. თითოეულ ყუთში ზღვის ერქი შემთხვევითი არსებაა და ზღვის ცხოველების 200,000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობაა, ასე რომ აქ შეიძლება მართლა ყველაფერი იყოს. ვაუ, ეს რა ჯანდაბაა? მოიცა, ეს ცხოველი არ არის. ეს უფრო მცენარეს გავს ან რაღაცას. ხუმრო, უბრალოდ მომატყუეს, ან ასე მეგონა. ხედავ, თითოეულ ცხოველთან ერთად მოდის ქაღალდი, სადაც წერია რა არის ის. და როცა წავიკითხე, საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდი. ბასკინგის ვარსკვლავფეხა. მოიცა, ეს ვარსკვლავფეხაა? ვარსკვლავფეხაა? არა, არ არის. არ არსებობს. იტყუებიან. იცით რა? გაჩვენებთ ნამდვილი ვარსკვლავფეხა როგორ გამოიყურება. ეს არის ვარსკვლავფეხა. ეს კი უბრალოდ მცენარეა. მოიცა ერთი წუთით. მოძრაობს? კარგი, შეიძლება მართლა ვარსკვლავფეხაა. ხალხო, ეს სიგიჟეა. აი რატომ მიყვარს ეს ვიდეოები? ესეთი ბევრი ცხოველია, რომელთა არსებობაც არც კი ვიცოდი და ეხლა ისინი ჩვენი შინაური ცხოველები არიან. კარგი, მგონი ამ არსებისთვის სახს მოძებნი და შემდეგ ყუთს გავხსნით. არ ვიცი, კიდევ როგორ შეიძლება აქედან უფრო გაგიჟდეს. კი, ეხლა კიდევ უფრო გაგიჟდა. აქ კიდევ ერთი ვარსკვლავფეხაა, ხალხო, მაგრამ ეს უზარმაზარია. ხარა, მაგრამ ჩანს, რომ აქ ფეხის ნაწილი აკლია. არ ვიცი როგორ მოხდა ეს, მაგრამ საბედნიეროდ ვარსკვლავფეხები ფეხებს თავიდან იზრდიან, ასე რომ მგონი კარგად იქნება. ეხლა რადგან ეს პიჩი ესეთი დიდია, მგონი მხოლოდ ერთი ადგილი არსებობს, სადაც შეგვიძლია დავდოთ და ეს არის დიდი აკვარიუმი. აი ესე მეგობარო, ისი ამოვნე შენს ახალ სახლით. 3-დან 2 პაკეტი უკვე გავხსენით და მხოლოდ ვარსკვლავფეხები ვიპოვეთ, ამიტომ ველოდი რომ მესამეშიც კიდევ ერთ ვარსკვლავფეხას ვიპოვიდი, მაგრამ ამის დაცვად არაფერი ვიპოვე. ამაში არაფერია, მეგობრებო, როგორ შეიძლება ეს? ასე არ უნდა იყოს, მოიცადეთ. რას წერს ქაღალდზე? შეიძლება მედუზებია. ღმერთო ჩემო, მართლა ხედავ მათ. თუ კარგად დააკვირდებით, აქ უამრავი მედუზაა. ისინი თითქოს უხილავები არიან. მეგობრებო, არ ვიცი სად უნდა დავდო ესენი, უბრალოდ ხუმრობ. ზუსტად ვიცი სად დავდებ მათ. სწორია, მე მაქვს მედუზების აკვარიუმი. მეგობრებო, ამ ვიდეოსთვის პირდაპირ ხვევა ტიპის ზღვის არსებისთვის მოემზადე და კარგია რომ ასე მოვიქეცი, რადგან მედუზებს გადაჩენისთვის მართლაც ძალიან სპეციფიკური აკვარიუმი სჭირდებათ. მგონი მხოლოდ ერთი რამ დარჩა გასაკეთებელი. ეს ბიჭები ახალ სახლში უნდა გადავიყვანოთ. ვაუ, ეს ძალიან მაგარია, მეგობრებო. ეხლა უკვე პირდაპირ მედუზები ყავს შინაურ ცხოველებად. მაინტერესებს კიდევ რას ვიპოვით ბნელ ინტერნეტში. ამის შემდეგ ბნელ ინტერნეტში კიდევ ერთ განცხადებაც გადავაწყდი და ეს ყველაზე გიჟური იყო აქამდე. არ არსებობს ანგლერის თევზის საიდუმლო ყუთი. მეგობრებო, ძალიან მიყვარს ანგლერის თევზი. ისინი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თევზებია. ისინი ჩასაფრებული მტაცებლები არიან. კამუფლაჟის ნამდვილი ოსტატები და პირდაპირ ისე გამოიყურებიან, თითქოს კოსმოსიდან ჩამოვიდნენ. მაგრამ ეს ვებგვერდი ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. იცით რა, მეგობრებო, მაინც გავრისკავ. ვიყიდ იმას. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდი ძალიან საეჭვო იყო, შეკვეთის ლაკეთები და მხოლოდ 2 დღეში ამანათი მივიღე. ვებგვერდზე ეწერა, რომ აქ შეიძლება იშვიათი ანგლერის თევზი იყოს. იმედი არ მომატყუეს, ღმერთო ჩემო. დიახ, მეგობრებო, მგონი ჯეკპოტი მოვიგეთ. 5 სავსე იყო პაკეტებით, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ანგლერფიში მივიღეთ. და მე ვხედავდი ზოგიერთ ყველაზე იშვიათს მსოფლიოში. მაგრამ ერთი პრობლემა იყო, ისინი მკვდრები არიან. მეგობრებო, ყველა ანგლერის თევზი მკვდარია. ისინი არ მოძრაობენ. არა, რატომ ხდება ეს? სომ ხდება ეს?
აქ სრულიად განადგურებული ვიყავი. ანუ ყუთში არც ერთი ანგლერ ფიში არ მოძრაობდა, მაგრამ შემდეგ ეს მოხდა. მოიცადეთ ერთი წუთით. ნახეთ ეს? მგონი ეს ერთი ეხლა გაინძრა. მოდი გთხოვთ მითხარით, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. დიახ, ღმერთო ჩემო, ის მოძრაობს. მეგობრებო, არ მჯერა. კარგი, უნდა გამოვიყვანოთ ამ პაკეტიდან სწრაფად, მას ბევრი დრო აღარ დარჩა. სწრაფად გადავიყვანე კონტეინერში და ორჯერ შევამოწმე ყველა პაკეტი და რაღაც სასწაულით კიდევ 3 ვიპოვე, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. როგორც ჩანს, სულ 4 ყავს, მათ შორის 2 მწვანე და 2 წითელი, მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმე სხვა ანგლერ ფიში ვერ გადავარჩინეთ. მაგრამ გონი ეს ის რისკია, რომელსაც იღებ, როცა რაღაცას ბნელი ქსელიდან უკეთავ. ეხლა მხოლოდ ერთი რამ დარჩა გასაკეთებელი. უნდა გადამეყვანა ისინი ახალ სახლში და გამომეკვება. მათი ჭამა ძალიან საინტერესოა საკურებლად. ისინი თავზე ამ პატარა რაღაცას იკენებენ, რომ თევზები მიიზიდონ და რადგან კარგად ერწყმიან ქვებს, ქევზები ვერ ამჩნევენ მათ. და როცა თევზი საკმარისად ახლოს მივა, ბუმ, ანგლერ ფიში ესხვის და მთლიანად კლაპავს მას. ეხლა მთელი დღე შემიძლია უყურო, როგორ ჭამენ ისინი, მაგრამ კიდევ ბევრი აკვარიუმი გვაქვს შესავსები. და აი კიდევ ერთი ამანათი მივიღე. და მის შიგნით არის ყველაზე საშიში თევზი, რაც აქამდე მინახავს. ეს იქ არის ქრის თევზა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ყველაზე შხამიანი თევზი მსოფლიოში. და ეს უდიდესია, რაც კი ოდესმე მინახავს. ერთი ნესტადი ამ ბიჭისგან სასიკვდილოა და მე ახლა მას ხელში ვიჭერ. კარგი, ალბათ ასე არ უნდა ვიქცეოდე. მოდი ავიყვანო და აკვარიუმში ჩაუშვა, სანამ რამე ცუდი არ მოხდა. ეხლა ეს არსებები არამხოლოდ უკიდურესად საშიშები არიან, არამედ კამუფლაჟის ნამდვილი ოსტატებიც არიან. რის გამოც ასობით ადამიანი ყოველწლიურად შემთხვევით ადგამს ფეხს მათზე. ანუ შეხედეთ ამას, ის პირდაპირ ქვას გავს. კარგი, რამდენიმე დღე გავიდა და ეხლა კიდევ 2 ამანათი მივილე. ერთი ზღვის ზღარბის საიდუმლო ყუთია, მეორე კი საზარელი ზღვის შიშველი ლოკოკინას საიდუმლო ყუთი. მოდი გავხსნათ და ნახოთ რა გვაქვს. ვაუ, ეს ძალიან ბევრი პაკეტია და ყველა ზღვის ზღარბია. როგორც ჩანს, სხვადასხვა სახეობისაც მივიღეთ. აქ არის იისფერი, ნარინჯისფერი, თეთრი, ეს სიგიჟეა. უთის მთლიანად გადახედვის შემდეგ 6 ზღვის ზღარბი ვიპოვეთ, მათ შორის ძალიან დიდებიც და ეს ბიჭებიც, რომლებიც ძალიან უცნაურად გამოიყურებოდნენ. მოიცადე, ეხლა გამახსენდა, რომ ეს ბიჭები ძალიან შხამიანები არიან და ამ თუთას 10-მდე ხელში მიჭირავს. ეს კარგი არ არის. მივახერხე უსაფრთხოდ გადამეყვანა ისინი ახალ სახლებში და შემდეგი ყუთი გავხსენი, რომელიც ნამდვილი უცხო პლანეტელებით იყო სავსე. ვაუ, ეს რა ჯანდაბაა, ბიჭებო. მგონია რომ ეს ზღვის კიტრია, მაგრამ ვარდისფერია. ადრე ბნელი ინტერნეტი და ზღვის კიტრები ვიყიდეთ, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ფერის იყვნენ, ასე რომ ეს ალბათ ძალიან იშვიათია. შემდეგ პარკში კიდევ ერთი ვარდისფერი ზღვის კიტრი ვიპოვე და ის ბევრად დიდი იყო, მაგრამ ყუთში მხოლოდ ერთი პარკი დარჩა. შიგნით კი რაღაცა არამიწიერი იყო. ეს საერთოდ ცხოველია, ბიჭებო. ღმერთო ჩემო, რას უყურებ? ეს ძალიან უცნაურია, ბიჭებო. რაღაც ფერადი მასა გვაქვს, ან რაღაც მსგავსი. ესეთი რამ არასდროს მინახავს. გულწრფელად რომ თქვა, არც კი ვიცი რა ვქნა ამასთან. გადავწყვიტე წყალში ჩამეკარა, რომ მენახა რა მოხდებოდა. რამდენიმე წუთში ამ არსებას სხეულიდან უცხო პლანეტელივით თავი გამოეყო და მოძრაობა დაიწყო. ვაუ, ბიჭებო, ეს ძალიან უცნაურია. თუ იცით რა არის ეს, კომენტარში დაწერეთ. მაგრამ ამ ყუთში მეტი არაფერი იყო. ეხლა მგონია დროა ბევრად დიდი ცხოველები შევუკვეთო. რამდენიმე დღის წინ ვიპოვე ვებგვერდი, სადაც ზღვის მონსტრ თევზს $1000 ყიდნენ. რისკზე წავედი და 2 შევიძინე. და აი ნახეთ რა ჩამოვიდა. ძალიან ნერვიულობ. მართლა იმედი მაქვს, აქ ზვიგენები იქნება. ნელა გავხსენი 5 და სამწუხაროდ ზვიგენები ვერ დავინახე. თუმცა რაღაც კიდევ უფრო გაგიჟებული შევნიშნე, მოიცადე. ესენი დრაკონის გველთევზები არიან, ღმერთო, რა უზარმაზრები არიან. ბიჭებო, დრაკონის გველთევზები მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული გველთევზებია. სახელი იმიტომ ქვია, რომ ზუსტად დრაკონებს გავს და ესენი ყველაზე დიდი ეგზემპლარები არიან, რაც კი ოდესმე მინახავს. ხშირად არაფრის დაჭერის არ მეშინია, მაგრამ ესენი ნერვიულობას მგრის. ძალიან ბასრი კბილები აქვთ და ცნობილია, რომ ძალიან აგრესიულები არიან. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა გადავიყვანოთ აკვარიუმში. აი ესე. კარგი, პატარა დავიჭირეთ, ბიჭებო. შეხედეთ ამ კბილებს, რა საშიშია. ღმერთო, ცდილობს მიკბინოს. აი წავიდა. ნახეთ, პირდაპირ ქვებში შევიდა. ბიჭებო, ეს აკვარიუმი იდეალურია მათთვის. აქ უამრავი მღვიმე და მილი აქვს, სადაც დამალვა შეუძლიათ. კარგი, ეხლა დიდი უნდა დავიჭიროთ, აი ესე. ღმერთო, შეხედეთ ამას. კინაღამ კისერი მომიტეხა, რა დიდია. მიუხედავად იმისა, რომ საშიშები არიან, ნამდვილად ლამაზები არიან, მაგრამ ეს მაინც ზვიგენი არაა. ასე რომ გონი კიდევ ერთხელ ცდით. კარგი, სანამ ზვიგენის ხიდვას ცდით, სწრაფად მოვედი, რომ მანტის კრევეტა შემემოწმებინა. და ის აღარ არის, კონტეინერში აღარ არის. ღმერთო, მგონი ხრელი გააკეთა მასში. კარგი, როგორც ჩანს კიდევ ერთი კონტეინერის ყიდვა მომიწევს, მაგრამ ჯერ მოდი ვცადოთ და ის ზვიგენი ვიყიდოთ. ეხლა როცა მთელი ამ ვიდეოს განმავლობაში ბნელ ქსელში ვეძებდი, სულ ხდებოდა ეს ვებგვერდი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ზვიგენს ყიდდა. მაგრამ ეს ვებგვერდი ძალიან საერთო იყო.
ანუ არც სურათები იყო, არც ინფორმაცია, მაგრამ მგონი მაინც უნდა ვცადოთ, სხვა გზა არ გვაქვს. რომ ვიყიდე კვირაზე მეთხანს ველოდე და ზვიგენის კვალი არ იყო. და გულწრფელად რო თქვა, იმედს ვკარგავდი, მაგრამ მერე ეს მოხდა. ეხლა პაკეტი მივიღე და მგონია რომ ეს ზვიგენია. მოდი გთხოვ აქ იყოს. ზვიგენი გჭირდება. ღმერთო ჩემო, მგონი მართლა მივიღეთ, ნახეთ ეს? არ მჯერა, მართლა ყავს შინაური ზვიგენი, ვერ ვიჯერე ბიჭებო. და ეს საკმაოდ დიდია. არც კი ვიცი რა სახეობის ზვიგენია ეს. თუ თქვენ იცით, კომენტარში დაწერეთ, მაგრამ მგონია რომ მისთვის იდეალური ადგილი მაქვს. ხედავთ, როცა ამ ვიდეოს გეგმავდი, ეს აკვარიუმი სპეციალურად ზვიგენისთვის ვიყიდე. ასე რომ მეტი დროის დაკარგვის გარეშე გადავიყვანოთ თავის ახალ სახლში. აი, წავიდა. ღმერთო ჩემო, ძალიან კარგად გამოიყურება იქ. მგონი მეგობრებო, ჩვენი თევზების ოთახი დასრულებულია. ყველა აკვარიუმი სავსეა უცნაური ზღვის არსებებით, რომლებიც ბნელ ქსელში შევუკვეთეთ. თუ კიდევ რომელიმე ცხოველი გონიათ რომ უნდა ვიყიდოთ შემდეგში, დაწერეთ კომენტარებში და გავაკეთებთ მეორე ნაწილს. აუცილებლად გადახედეთ ახალ ბრენდირებულ ნივთებს buzzfishingproductions.shop-ზე. ახლა კი შემდეგ ვიდეოში გნახავთ. მშვიდობით.